ხო, ერთ ვიდეოს კიდე ჩავწერ ამ თემებთან დაკავშირებით, რადგან ეს კითხვები უკვე ბევრჯერ არის დასმული და წინა ვიდეოს საუბრიდან გამომდინარე კიდე დაინტერესებთ სხვებს. რაც შეეხება ჩოკებს, ბრენდულ ჩოკებს, არაბრენდულ ჩოკებს, მოყოლილ ჩოკებს, ასე რომ ვთქვათ რა. ძალიან ბევრი მწერს დიდი დაინტერესებით და მეხმიანება, რომ უნდა ბრენდული ჩოკები და რას ურჩევ და რას დააყენებ. რას დააყენებდიან, დააყენებდი შერო ყოფილიყავი მის ადგილას. მოკლედ, ბრენდულ ჩოკებთან შეიძლება ესეთნაირად ვისაუბროთ, რომ საერთო ჯამში თუ მის კვლევა ძიებას ჩაატარებ, უკეთესი არის მოყოლილ ჩოკებზე. ანუ ყველა კრიტერიუმით უნდა შეაფასო. სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანი, რამდენად სტაბილურად ისვრის, ანუ სტაბილურად სროლა ნიშნავს, რამდენად სტაბილურად მეაქვს ერთი და იგივე პროცენტულობის საფანტი სამიზნეზე. შეიძლება უფრო ნაკლები მიქონდეს პირობითად, მაგრამ რამდენად სტაბილურია. შეიძლება თავის ჩოკზე თოფი ხან კარგად ისროდეს, ხან ცუდად, ხან საშუალოდ. აი ამ სტაბილურობას აქვს მნიშვნელობა და თუ ამ სტაბილურობის კუთხით ჩვენ შევხედავთ ბრენდულ ჩოკებს, აქვთ პლუსი. შემდეგ მარცვლების ჭრის კუთხით, რა თქმა უნდა, აქვს პლუსი. უფრო მეტი კარგად ენერგიის მატარებელი მარცვალია ბრენდული ჩოკით ნასროლში, ვიდრე სტანდარტული ჩოკით ნასროლიდან. მერე იქ მიდის ტრიუკები უყუცემის შემცირებასთან დაკავშირებით, ლულის წვერის ავარდნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველაფერში ამ ცოტას, მაგრამ რამდენიმე კომპონენტს, ეხლა სხვა ბევრი კომპონენტი აქ მაგრამ არ მახსენდება, უცბად თუ შევკრიბავთ, საერთო ჯამში ბრენდული ჩოკი მოყოლილ ჩოკთან მიმართებაში აპლუსებს. მაგრამ ამ პლუს ადამიანი გრძნობ, როდესაც ამ ორ რაღაცას ადარებ ერთმანეთთან. ცალკე აღებული ნადირობაში თუ თქვათ ნორმალურად მსროლელი ჩოკია, მოყოლილი ჩოკიც თოფისა და ბრენდული ჩოკი გააქვს, რეალურ ნადირობაში, რასაც 0-დან 50 მეტრამდე სანადირო სივრცე ქვია, ვერ იგრძნობ ვერანაირად. იმიტომ რომ ამ დიაპაზონში ასე თუ ისე მაინც თავს ართმევს თოფი, ჩოკი, ვაზნა იმ მოსაპოვებელი ობიექტის მოგვდინებაზე, რასაც ვესვრით რა. ხო და ბევრს, აი თქვათ, ბრენდული ჩოკი უნდა იყიდოს იმნაირმა ადამიანმა, ვისაც სასტიკად არ უარგა თოფის ბალისტიკა, ჩოკი, ვერ ისვრის, აცაბაცამი აქვს, ფანჯრებს ტოვებს, რაღაცეებს აკეთებს. აი მაგ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის მოსინჯო ბრენდული ჩოკი და უნდა გამოასწოროს სიტუაცია და ნამდვილად გამოასწორებს. მაგრამ თუ თოფი ისვრის თავისი ჩოკით სტანდარტის ფარგლებში და სტანდარტების ფარგლებთან მაღალ ნიშნულთან მიახლოებული კოეფიციენტით, მაშინ უბრალოდ არ ღირს ბრენდული ჩოკის ყიდვა, იქიდან გამომდინარე, რომ იმდენი ღირს ეს ბრენდული ჩოკი. მაგ ხელა სხვაობა ნამდვილად არ არის ცალკე აღებული შედეგებში. კიდევ ვიმეორებ, ამ სხვაობებს პოულობ რეალურად ტესტებში, როცა ადარებ სხვადასხვა მიმართულებით ჩოკს და ბრენდულ ჩოკს ერთმანეთს, რა მოყოლილ ჩოკს და ბრენდულ ჩოკს. ცალკე აღებული ესე ერთ ფეროვნად, ერთ ხაზოვნად ვერ განასხვავებ ვერანაირად რა. ხო და მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რა ვიყიდოთ, რომელი რაზე მუშაობს, როგორ მუშაობს, რანაირად მუშაობს. მე რომ კაიხნეს უკან მივხვდი მაგას, რომ შეიძლება ჩემ შემთხვევაში ჩემმა საიზე მოირგო კონკრეტული ჩოკი და კარგად იმუშავა, მეორე მასაიზე არ მოირგო, იმიტომ რომ ის თოფი ისროდა ისე, რომ ამან მეტი ვეღარაფერი ვერ თქვა, ხო ხდები? და ასე შემდეგ. და სხვადასხვა თოფებზე, მაგალითად ატანეო და ზოგადად ატას თოფები სასტიკად არ ირგებენ, იმ ხელა სხვაობა აღარ არის ბრენდულ ჩოქსა და თქვათ კიქს ვერ ირგებს რა. კიქსი საერთოდ არ მოსწონს ნეოს თოფებს.
ან ისვრის იგივენაირად, ან რა ვიცი, აი უნდა მოიწადინო რომ სხვაობა ნახო რა. 1 პლუს ანიჭებს რახანა აქ ნეოს მოკლე ჩოკის სტანდარტი და გადადის გრძელი ჩოკის სტანდარტზე, ამ შემთხვევაში ჭრაში გვაქვს უკეთესი შედეგი. მაგრამ თქვათ მართლებს რაოდენობა, განაწილება ის არსებითად არ იცვლება ხოლმე არაფერი. და თქვათ რეტაის შემთხვევაში ან ზოგადად გრძელი ჩოკის მქონე თოფების შემთხვევაში უკვე გრძელი ჩოკის სტანდარტი რახანა აქვს ამ ბრენდულ ჩოკს, გარე ჩოკს რო აყენებ, ჭრაშიც დიდს არაფერს არ ამბობს. დაახლოებით ერთ და იგივენაირად ისვრიან გაცვლა-გამოცვლის საკითხია ხოლმე სროლაში რა. ხო და რისი თქმა მინდა რომ ეს ხაზგასმით რომ აი რას მირჩევ და რა დავაყენო და რა ვიყიდო, აი არ მომწონს ჩემი თოფის ის ვერაფერს ვერ გირჩევ ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ ერთ თოფზე შეიძლება მოირგოს მეორე თოფზე შეიძლება საერთოდ არ მოირგოს. აქედან გამომდინარე რომ გირჩიო, მე ნაწყენი უნდა დახვდე, ხო? დარჩი ადამიანი. მე ესეთ რაღაცას გირჩევდით, რომ ჯერ ამოწურეთ მისი მოყოლილი ჩოკების რესურსი გულისხმობ იმას შესაძლებლობებს მაქსიმალური ამოიღეთ და დაარწმუნდით რომ ნამდვილად უფრო მეტი გინდათ, მაგრამ ყოველთვის იცოდეთ რომ ის მეტი არ იქნება ერთი-ერთში სხვაობით. ის მეტი იქნება თქვათ 5 ჩამონათვალი რო გავაკეთოთ ჭრის კუთხე, სტაბილურობის კუთხით, სიბურჭღლის კუთხით, მანძილის და ფარვის კუთხით და კიდე რაღაცა რო დავამატოთ, აი ამ 5-დან შეიძლება 3-ში აჯობოს, 2-ში ვერ აჯობოს, 2-ში პირიქით მოიკოჭლოს, ან ხუაზე ხარ რაღაც კონკრეტული პრიორიტეტით აუცილებლად აჯობებს, მაგრამ რაღაცა პრიორიტეტში ის აჯობებს. საერთოდ ესეა ყველაფერში, ხო? ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება და თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, რა თქმა უნდა იმ დიაპაზონში ეს მუშაობს, მაგრამ იმდენ ცოდნას და ტვინის ჭყლეტვას საჭიროებს ეს ყველაფერი, რომ ბევრს ამისი თავი არ აქვს. და რომელ ბევრს გულისხმობ, ვიცი, ვისაც ამ ჩოკების ყიდვა უნდა. მე ჩემს პრაქტიკაში მქონია ესეთი შემთხვევები საახლობლოსთვის, თუ ზოგადად საახლობლოს ვეძახის უყოლას ვისთანაც ჩემთან შეხება ქონია, ვისთვისაც ჩოგი ჩამომიტანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი გაგიჟებულები იყვნენ, მინდა აუცილებლად ისე და უყიდიათ ეს ჩოკები და ვერ გაუგიათ ვერც ალია, ვერც ბალია და მალევე მონდომებიათ რომ გაეყიდნათ. ამას ნიშნავს, რომ ანუ შენ ტესტები არ აწარმოე, არ შეადარე, არ გამოაკვიე რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და შესაბამისად ნადირობაში არსებითი სხვაობა ვერ მოგცა და გული აგიწრუდა ჩოკზე. ეს ხდება ხშირ შემთხვევაში. ამიტომ პირდაპირ ესეთი გაწერილი ინსტრუქცია რო ეს ასე იზავს არ არსებობს. ყოველთვის არის შანსი რომ ან ისე იქნება, ან ასე იქნება. მაგალითად მყავდა ესეთი მეგობრები და მყავს კიდევაც და ღმერთმა არ მომიშალოს მათი თავი რომ აი თავისი ჩოგით აი უფრო რო ფანტავს, ასე რომ ვთქვა, თავისი ჩოგით აი უფრო რო ფანტავს, შედეგიანი ნადირობები აქვს და როდესაც დააყენეს კიქსისა და სხვა სახეობის ჩოკები, რომლებმაც უფრო სიმჭიდროვე მოუმატა და ცენტრი გააძლიერა და ანუ იმხელა ფარდა და უაზროდ გაფანტული საფანტები არ აქვს, საერთოდ ვეღარ არტყავდნენ ობიექტს. და აქედან გამომდინარე რა თმინდაო, ამის დედაცვატირი ამდენი ფული მაქვს გადახდილი. მიხვდი, ესეთი რაღაცეებიც ხდება რა. ხო და ძალიან ძნელია კიდევ ვიმეორებ, რომ ვინმეს ურჩიო რომ გინდა თუ არა ამას ესე იზავ და ესე მოხდება. ჯერ მარტო იმიტომ ვერ ურჩევ, რომ იმ დონის კვლევაზე არ დადიან, თქვათ, რაზეც დავდივართ, ვისაც ეს თემები გვაინტერესებს. და ჩვენ რახან ეს თემები გვაინტერესებს და ამ დონეზე გამოვარკვიეთ, ვიცით სად, რაში, როგორ და რანაირად ჯობია. და ჩემს ტესტებში თუ სხვადასხვა მიმოხილვებში ხშირად მაქვს ნათქვამი, თუ გაქვს კარგია, თუ არა აუცილებელი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ესეთი არსებითი ერთი-ერთში სხვაობა და მეორე იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, ადამიანი არის ფსიქიკა აბსოლუტურად რა, ანუ არარეალური შეგიძლია დააჯერო წარმოსახვით, თუ მის ფსიქიკას, ასე ვთქვათ, სწორად შეეხები რა. ხო და
მაგალითად მე რომ აქ ახლა პატერმასტერის Black Mamba-ს დაუმუღამე ყველაზე მაგრად, ყველაზე ძალიან ეგ მოვიდა ჩემს სრულილებთან მოდებაში, რაც ხვებთან საერთოდ არ მოდის და არც არავისთან არასდროს არ მიდავია ამაზე და უბრალოდ მე ვგრძნობ, როდეს თავს დაჯერებულად, როდესაც თოფზე მიყენია, თოფი ვაზნა ჩოკი არის აბსოლუტურ კომბინაციაში ერთმანეთთან და ნადირობის დროს თუ მე რამე ვერ მოვინადირე, ეს არის უკვე ჩემი ან მანძილის ვერ გათვლის ამბავი, ან არასწორი დამიზნების ამბავი და აქეთ მხარეს კითხვა არ მაქვს. ამ დონის თავდაჯერებას მაძლევს მე მაგალითად ის ბრენდული ჩოკი რომ მიყენია. და აი ეს არის რა, ვიღაცამ ნახა რომ არ უღირზმა, არ ღირს, იმდენი არ უნდა და თავის მოყოლი ჩოკზეა თავდაჯერებული. აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ ხოლმე გადაწყვეტილებები რა. ხო და ცოდნა ზოგადად დროს მოითხოვს, ხარჯებს მოითხოვს, საშუალებას მოითხოვს და ესე რომ ვთქვათ, რომ პირდაპირ იყიდე დააყენე და ვსიო ვარსკვლავებს მოწვდა, ესე არ არის. ამავდროულად მინდა შევეხო ისე ვაზნების თემისკენ გადავიხარო და იქ მოკლედ კომენტარები დაიწერა ჩემმა მეგობარმა ზაზა ბივილაშვილმაც დამიწერა, ასე რომ ვთქვათ, ნახევრად ვეთანხმები, ნახევრად ვერ ვეთანხმები. ვერ ვეთანხმები იმ ფაქტორში, რომ ანუ თქვა, რომ დაბალ გრამიანსო უფრო მეტი გაფანტო აქვს. ოქროშვალედია ყველაფერში დასაჭერი, თოფთან მიმართებაშიც, გრამაჟთან მიმართებაშიც, წონებთან მიმართებაშიც და მაგ შემთხვევაში არ ხდება. და ეს უაზრო გაფანტოები. და აქვე აღნიშნავ ესეთ რაღაცას. მაგ ესეთი ტესტი განაგეთები, დავიწყე 28 გრამიანიდან და ავედი 42 გრამამდე, თავისი ანუ ყველაფერზე მორგებული მქონდა წამალი, მეტნაკლები არაფერთან არ იყო, ასე რომ ვთქვათ. ანუ დასტაბილურებული ვაზნები მქონდა მიღებული და მაინტერესებდა გრამაჟებს შორის სხვაობა რა იყო. და დავიწყე 35 მეტრზე ტესტები. და მოკლედ ტესტის შედეგები იყო ესეთი. თქვათ პირობითად ავიღოთ ახლა 28 გრამიან ვაზნაში ჩადის 300 მარცვალი 5 ნომერი. 30 გრამიანში ჩადის 305 მარცვალი, 32-იანში ჩადის 310 მარცვალი. პირობით ციფრებს ვიძახი, ეს სიმართლესთან ახლოსაა, მაგრამ კონკრეტული 1 და 2 მარცვლის სხვაობები აუცილებლად არის და ასე მიყოლებული, ანუ 5-5 მარცვლით რო ავიდეთ 42 გრამამდე. და რა შვებოდა თოფები ამ დროს და რით მინდა უპასუხო, რომ ეს ანუ გაფანტოა მეტი აქვს დაბალ გრამიანს. დაბალ გრამიანს გაფანტოა მეტი აქვს, როცა ჭარბობს წამალი და შესაბამისი ჩოკი არ აყენია. და რო ვისროლე 28 გრამიანი ჩემს ძველ ტესტებს, სტოგერის ტესტებს ვნახავთ 90-95%-იანი მიტანები მქონდა ძალიან ხშირად და ამნაირი დოზის მიტანებში თქვათ 28 გრამიანმა მიიტანა 295 მარცვალი. 30 გრამიანმა ამ 35 მეტრაში, რაც არის კლასიკური სანადირო სანადირო კი არა, სატესტო სივრცე, ამაზე მაქვს საუბარი. 30 გრამიანმა მიიტანა 28 გრამთან შედარებით იმდენით მეტი, რამდენით მეტი მარცვალიც ჩადიოდა ვაზნაში. 32 გრამიანმაც იგივენაირად მიიტანა იმაზე მეტი, რამდენი მარცვლითაც მეტი ჩადიოდა 30 გრამიანში, ანუ 5-5 მარცვლით მეტი ხო ჩადიოდა, პირობითი ციფრი რო ავიღოთ. და ყველა 2 გრამი მომატებული მიქონდა 35 მეტრაზე იმდენი მარცვლით მეტი, რამდენიც თაც მეტი ჩადიოდა რეალურად ტენვიზროს იმაში, რა ქვია, მასრაში, ვაზნაში რა. და 142 გრამამდე. და შეღწევადობები 35 მეტრაზე 36 გრამის ჩათვლით იყო დაახლოებით ერთი და იგივე, აი უნიშნელო პლუს მინუსით, ანუ რაც მაღლა მივიდიოთ, ანუ 32, 34, 30 გრამები თავისი 28 გრამის ჩათვლით იყო იდენტური შეღწევადობებით, აი 36 გრამიდან ოდნავ უკვე შეინიშნებოდა ქვევით წამოსული შეღწევადობა და 42 გრამამდე რო ავედით, მოიკლო ისა შეღწევადობამ ოღონდ აი ანუ როგორ ვთქვათ, შედარებითად რო ავიღოთ, მოიკლო, მაგრამ დამაკმაყოფილებელი იყო, დამაჯერებელი იყო ეს ყველაფერი. შემდეგ
გადავედით ჩემთვის და ბევრისთვის არანორმალურ მანძილებზე 60 მეტრაზე ავიღე, რახან პიკია და მაინტერესებდა იქ რა სიზავდა და იგივე სტანდარტის ვაზნების სრულად დავიწყე 60 მეტრაზე და ყველაზე კარგი შედეგი 60 მეტრისთვის როგორც მარცვლების მიტანის რაოდენობა, აი 35 მეტრაზე მაღალ გრამებს ხო მიქონდათ დაბალ გრამებზე მეტი საფანტი. აი 60 მეტრაზე 50 მეტრიდან, აი 45 მეტრიდან დაწყებული უკვე 60 მეტრის ფარგლებში 30, 32 და 34 გრამები იყვნენ ძალიან სტაბილურები. ინარჩუნებდნენ გაცილებით მაღალ შეღწევადობას, ვიდრე ინარჩუნებდა, ასე რომ ვთქვათ, 36, 38, 40, 42 გრამები. რამდენადაც ასე ვიტყვი, რამდენადაც 35 მეტრაზე განსხვავდებოდა 32 გრამიანისა და 36 ან 40 გრამიანი ვაზნის მარცვლების რაოდენობა, რამდენადაც განსხვავდებოდა 35 მეტრაზე, თქვათ 10-15 მარცვლით მეტი იყო, ხო? 35 მეტრაზე 40 გრამიანი ვაზნის მიტანა. აი იმდენათვე უკუსაპირისპირო მოხდა უკვე მანძილში. და განაწილებაც გაცილებით უკეთესი იყო, უფრო დალაგებული იყო, ვიდრე მაღალ გრამიანი ვაზნებისა. იყო, აი, საშინელება იყო მაღალ გრამიანი ვაზნების შედეგები 45 მეტრის ზევით. და დაბალი გრამები იყო იდეალური. ჭრის კოეფიციენტი ეჭირათ უმაღლესი, როცა წარმოიდგინეთ 35 მეტრაზე მოეთხოვება სამარცვლიანი შეღწევადობა. ინარჩუნებდნენ 2 მარცვალ ნახევრიან შეღწევადობებს 60 მეტრაზე 30, 32, 34 გრამი ვაზნები და ერთ მარცვლიან მარცვალ ნახევარს აი ვერ აღწევდნენ ინარჩუნებდა ისა რა ქვია დანარჩენი მძიმე ვაზნები. წონის შესაბამისად ეს სხვაობები 36 გრამიდან მოყოლებული რა. ხო და ეს ტესტები არის გაკეთებული და რეალური სურათია ეს რა. შეგიძლიათ თქვენს დატესტოთ. აი მაგალითად გიგა გემახსოვრებათ ძალიან კარგი ბიჭი ქარავანში რომ მუშაობდა, ეგეც ჩემი მეგობარია, მეგობრობთ ხშირად ვეხმიანებთ ერთმანეთს. ეგეც მეუბნებოდა ერთჯერ და აქ დამიდასტურებს თუ ნახავს რომ არა გინარით თუ არა 36-ო და 38-ო და ჰაი და ხუი და მოკლედ თოფი რო იყიდა გავედით დავტესტეთ და ვასროლინე თავისი საუკეთესო ვაზნა და მე ვასროლინე 32 გრამიანი 36-თან შევადარეთ და 38-იან ვინთერთანაც შევადარეთ როგორც მახსოვს და რა თქმა უნდა მანძილზე 32 გრამმა გადახურა ყველაფერი. 32-34 გრამი მაქსიმუმ. მორჩა და დამთავრდა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ვისაც რა გინდათ, ის იხმარეთ ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. და ამავდროულად, ეს ბრენდული ჩოკები რა ჩვენ ჩამოგვაქვს ამერიკიდან კი იქ იქნება პატერმასტერი იქნება თუ ასე შემდეგ. ასე თუ ისე ამერიკელების არანორმალური მიდგომიდან რომ უყვართ უაზროდ მაღალი მუხტები, ჭურვები და ასე შემდეგ არის გათვლილი იქაურ ტყვიაწამალზე, იქაურ მუხტებზე და ამ მაღალ გრამიან მუხტებზე. მიხვდით და შესაბამისად ისეთ ეფექტს არ იძლევა ჩვენთან დაბალგრამიანებზე. ოღონ სხვაობა რა არის, ყურე ჩოკიც რატო არ იძლევა სხვაობას. ისინი რომ ისეთნაირად არიან გათვლილები მაღალგრამიან მუხტებზე, ჩვენ გვაქვს ამ დაბალი შევიწროების მქონე ლულები 18 და 4, 18 და 3 ასე რომ ვთქვათ და აქაც ვერ თანამშრომლობენ ხშირად ეს ჩოკები თოფთან მიმართებაში და მერე პლუს დაბალგრამიანს ვისვრით ან საშუალო გრამიანს ვისვრით და არათავსებადობა მაღალგრამიან ვაზნას ვისვრი ეს მაღალგრამიანი ვაზნა თოფის ლულის გაბრუღულობასთან არ მოდის და იქ იმდენად აირია რომ მერე ჩოკმა ის საქმე ვერ გამოასწორა. ამიტოა როდესაც უკვე დიდი გაბრუღულობის თოფები გამოუშვეს 18.5-დან და უკვე ბენელი აგერ 19.7-მდე წავიდა, ანუ ფაქტიურად 10 კალიბრია 19.7, 12 კალიბრიანი სავაზნე გაქვს და ჩათვალე 8 კალიბრიანი ლულა გაქვს რა. აი ეს 18.6-დან ვთვლიმე უფრო დიდი მუხტების სასროლ თოფად ლულას რა, მის გაბრუღვას.
აი ეს ფართე ესენი გაბურღვები გამოვიდა უკვე იმ 36 გრამიანის სასროლად, იმიტომ და უფრო მაღლიცას ამ პირობითაც ვიღებ 56 გრამიანს, რომ ნაკლები დაზიანება იყოს, რაც პირველ ვიდეოში აღწერე, ნაკლები ატმოსფერული წნევები იყოს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს ეს საფანტის კოეფიციენტი ხარისხიანად რა. თუმცა ეს მანძილს მაინც ვერ ზრდის. უბრალოდ იმ ეფექტურ მანძილში, რაც არის 50 მეტრამდე მანძილი, იქ მაქსიმალურად აბალანსებენ რაღაცეებს და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად ევროპისკენ და ამერიკისკენ უფრო მყარში ნადნობებზე არიან. ამ მყარში ნადნობებს ჭირდება ეს განიერი გაფართოების ლულები დიდ მუხტებზე და იქ ეხლა ვიტყვი, რომ მყარში ნადნობებში ფოლადს რო სიბურჯღლია გინდათ 60 მეტრაზე, მე მსგავსი სიბურჯღლი არ მინახია არც ერთ იმაზე. ოღონდ ფოლადის 32 გრამიანებს აქვს ეს სიბურჯღლე, მე რაც დამიტესტია, 36 გრამიანები კაპიკია ფასი ფოლადის. ხო, 36 გრამიანი კი არა, მყარი შენადნობების ტელეფონმა დარეკა და უცბად ავირიე. მყარი შენადნობების მქონე ვაზნებში 32 გრამიანი ფოლადის ვაზნა არის მაგარი. 36 გრამიანი კაპიკია ფასი. საერთოდ აი 35 მეტრაზეც კი არ მომეწონა, იმდენად საშინელება იყო თან რამდენიმე თოფიდან ვიცროლეთ რა. აქაც კი მნიშვნელობა აქვს ამ გრამაჟს და მის გეომეტრიულ აგებულებას და ფიზიკა და ყველაფერი ერთვება საქმეში რა. ის არის მარკეტინგი. მე ვთვლი და მიმაჩნია ასე და ჩემი ყველანაირი კვლევებით გავედი ამაზე და ვარ ბედნიერი რახან ვარ დაბალ გრამებზე და ვინც გაიგებს და გაითვალისწინებს ამ ყველაფერს ხო კაი, თუ არა და ღმერთმა სიკეთე მიცეს ყველა თქვენთაგანს და ჩვენთაგანს აბსოლუტურად რა. ამის თქმა მინდა, ანუ ამ თემის გარშემო იმდენი საუბარი შეიძლება, რომ ეს არის ამოუწურავი თემა. ეხლა მე დავხვტუნა ვარ იქით, აქით, თავში, ბოლოს შუაში გადავხვდი და ძნელია იმდენი რაღაცა მომდის სათქმელი თავში, რომ ყველაფერი ერთმანეთს თან ადასტურებს და თან გამორიცხავს და იოლია როცა კითხვას გისვამი და კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ცემ, ვიდრე ასე საუბარი, რომ ყველაფერი ერთმანეთზე ააგო და მიაწოდო ადამიანს რა და საერთო მოცემულობა არის ესეთი რა. ჩოკებთან მიმართებაშიც და ვაზნებთან მიმართებაშიც. თუმცა აი მაღალი გრამის ვაზნებსაც იმიტომ თქვი სადღაც შუა საუბარში, რომ ყველაფერს აქვს თავის გამოყენების სფერო, თქვათ მაღალგრამიანი ვაზნის ეფექტურობა კარგია, როდესაც გიწევს ბუწყნარიანში, ჯაგნარიანში ნადირობა რაღაცაზე, რომ რაღაცა რაოდენობა საფანტისა იკარგება იმ ჯაგების მოხვედრის დროს და მეორე რაოდენობა, ნაწილი რაოდენობისა გადის და მაინც სამძიმე ობიექტამდე მიფრინავს, მაგრამ მაგნაირ შორს როლა არ გვიწევს. შესაბამისად ლოგიკურია, გამართლებულია, გამოყენებადია, აპრობირებულია და კარგია. და ასე რა, იმ მაღალ გრამსაც აქვს თავისი დანიშნულება, დაბალ გრამსაც აქვს თავისი დანიშნულება და აი დაბალი ყველაფერში ვერაზროს ვერ აჯობებს მაღალს და მაღალი ვერაზროს ვერ აჯობებს დაბალს. მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ქართულ სანადირო სივრცეში რა სიტუაციები გვხვდება, უმეტესწილად გამართლებული არის აი ის რაც მე მომწონს რა. უმეტესწილად მე ვფიქრობ ასე, ყველას აზრს ვერ ავიღებ ჩემ თავზე. მეორე 12 კალიბრის უპირატესობა ეხლა ბევრს გაუჩნდება, კითხვა რომ თუ მასიაო და დაბალი გრამები ყველაფერს აკეთებსო, 16 და 20-ო. კი ბატონო, რატომაც არა, 20 კალიბრი დარჩა კალიბრად, ხო? რეალური კალიბრებს შორის სხვაობა წონასა და როგორც თოფის ფიზიკურ წონასა და ჭურის ფიზიკურ წონას შორის განსხვავებულია ვიდრე 16-სა და 20 შორის ან 16-სა და 12 შორის, ხო? ანუ 16 უფრო ასე რომ ვთქვათ უფრო აერთიანებს ამ ორ კალიბრს თავის თავში, ვიდრე ცალკე აღებული 20 და ცალკე აღებული ესა 12. 12 კალიბრისა და მაღალი გრამაჟის ასე რომ ვთქვათ პლუსი არის ვთქვათ ნადირზე ნადირობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც მძიმეა ჭურვი, ასე რომ ვთქვათ, ეგეც ლოგიკურ ფარგლებში ვიცით რომ 60 მეტრამდე უკვე იქ როცა ტყვია ერთი მასიური სხეულია და მიიღებს ამ ენერგიას, იმ დიდი ენერგიით ხდება და ანუ დიდი ენერგიის მატარებელია და შემაჩერებელი კოეფიციენტი უფრო კარგი აქვს. 20 კალიბრს ეს ვერ აქვს.
ამით არის უკეთესი თქვა 12-20-თან მიმართებაში 20 პირიქით სხვა რაღაცთა 12-თან მიმართებაში და ანუ ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება. უბრალოდ ჩვენ ქართველებს გვიყვარს ყველაფრის ფანატიკურად აღზევება ან დაბლა დაშვება და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რეალობას შევხედოთ თვალებში. მეტი არაფერი. ღმერთმა სიგეთე მოგცეთ და კარგად იყავით მრავალ ჟამიერ.